მე მომავალში ასე ქვია კამპანიას, რომელსაც ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისა და მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები ერთობლივად იწყებენ. პროექტში მალე ქვეყნის მასშტაბით 60 საჯარო სკოლის ასობით მოზარდი ჩაერთვება. მიზანი იქნება ნარკოტიკული ნივთიერებების მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირვების ხელშეწყობა. ჩვენ რამდენიმე ათეულ სკოლაში განვახორციელებთ აღნიშნულ აქტივობებს, გაგრძელდება წლის ბოლომდე და რა თქმა უნდა ამას გაგრძობითი ხასიათი ექნება. მნიშვნელოვანი არის როდესაც მოზარდი ჩამოყალიბების ასაკში უკვე გადადის, როდესაც ის აცნობიერებს თავის პიროვნებას, თავის დანიშნულებას საზოგადოებაში, რომ მაშინვე მოხდეს სწორი აზროვნების ფორმირება და სწორედ ამას ემსახურება ეს კამპანია, სადაც ერთობლივი ძალისხმევით პროფესიონალები მათთან შემეცნებით საქმიანობას განახორციელებენ. გეტყვით, რომ ეს პროექტი იქნება მზარდი. კამპანიის ფარგლებში მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. დაგეგმილია კომიქსების კონკურსი, სპორტული აქტივობები და სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიებები. პროექტის მოდულები უკვე შემუშავდა, გადამზადდნენ ოფიცერ-მანდატურებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა შეიმუშავა ერთობლივი საინფორმაციო სახის მოდული, რომელიც ისახავს მიზნად ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციას და ხაზს უსვამს და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ჩვენი როლიც ამ საქმეში ძალიან დიდი როლს წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა პრევენცია. გამეთანხმებით ალბათ, რომ მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვებს, მოზარდებს, რომ მან შეძლონ ჯანსაღი რეაგირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში გაიმართება. კამპანიის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო. ამ ეტაპზე პროექტში ბათუმის 10 სკოლა ჩაერთვება. ის კამპანია, რომელიც აქტიურად იქნება განხორციელებული ამ ეტაპზე ბათუმის 10 სკოლაში, თუმცა შემდგომ ეტაპზე ვფიქრობ, რომ დავხაროთ მთელს რეგიონს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად იქნება მიღწეული ის მიზნები, რაც არის გაცხადებული ამ კამპანიის ფარგლებში. არაერთი ახალგაზრდა იქნება ჩართული ჩვენი რეგიონიდან, რაც თავარი ახალგაზრდებთან ერთად ჩაერთვება მთლიანად სასკოლო საზოგადოება და ვფიქრობ, ერთიანად ამ ყველაფერს უნდა ვუპასუხოთ იმით, რომ ჩვენ გვეყოლება ჯანსაღი, ჯანმრთელი და განათლებული ახალგაზრდები. კამპანია 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა მომავალში მასშტაბი გაიზრდება და გეგმის მიხედვით პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.